შენს ნივთებს ხვალ გამოგიგზავნე. სასტუმროში მხოლოდ ერთი ჩემოდანი მაქვს, სულ ესაა. არ დამირეკო. გთხოვ, თავს გაუფრთხილდი, მე დაგირეკავ. კარგი. ახლა რას აპირებ? ყველაფერს დედაჩემთან გავარკვევ. წადი, ბედნიერი მგზავრობა. გმადლობ. სავაშ. ფრთხილად იყავი. ჩემთან დარეკვა არ დაგავიწყდეს. ხომ იცი შენზე ვინერვიულებ? არ არის საჭირო, არ ინერვიულო. კარგი. მოდი ძვირფასო. დედალია. ხომ იცი ბევრი კალცი გჭირდება. დედა შენ სიყვარულის გჯერა? რა თქმა უნდა მჯერა. ადამიანი უსიყვარულოდ ვერ იცხოვრებს. მაგრამ მე ხომ ვცხოვრობ? სიყვარულის არ მჯერა და მაინც ვცხოვრობ. იმიტომ რომ იტანჯები. ეს მალე გაივლის ძვირფასო. სიყვარული ტყუილია, სპექტაკლი. ქალები წერენ, მამაკაცები კი თამაშობენ. იმიტომ რომ ნამდვილი სიყვარული ჯერ არ გამოგიცდია. მაგრამ ერთხელაც შეხვდები იმას, ვინც შენი შესაფერისი იქნება. სწორედ მაშინ დაიჯერებ, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს. არასდროს არ დავიჯერებ. არასოდეს ვენდობი მამაკაცს. ყველა კაცი მერქმედს არ გაშველო. მამა შენი გაიხსენე. როგორ გვიყვარდა ერთმანეთი. სიყვარული მამასთან ერთად მოკვდა. შენ კი ძალიან გაგიმართლა. ოხ, სიძე. რამდენჯერ გითხარი სავარს ყველაფერი მოუყევი მეთქი. უნდა სცოდნოდა, რომ ნარკოტიკს ვყიდით. რამდენჯერ? ახლა ნამდვილად სკანდალს მოაწყობს. ცოტა დაწყნარდი რა დღეში ხარ. შენ სავაშზე უფროსი ხარ. უფროსივით მოიქეცი. როცა საქმე მხნილს ეხება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავს როგორ ვიმართლებთ? ვალდებულები ვართ, რომ თავი ვიმართლოთ. გკითხავს, უპასუხებთ და მორჩა. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. როგორც ჩანს, ახალი ამბები მალე გაუგიათ კორლეონეს ოჯახში. ისმაილმა დაგირეკათ? სავაშ. რაღაც უნდა გითხრათ. არა, ეს მე უნდა გკითხოთ რაღაც. როდიდან ყიდის ბალდარების უდიდესი კლანი ნარკოტიკს? არ გვინდოდა ეს ამბავი გცოდნოდა. დამაშენი ცოცხალი რომ ყოფილიყო. საქმეზე გადადი ბიძია. ჩემს შეკითხვაზე მიპასუხე. როგორ შეიძლება ბალდარების ოჯახი ასე იქცეოდეს? ჩვენ მკვლელები ვართ? რამდენი ადამიანი მოკალით ამ დროის მანძილზე? ხმას დაუწიე. მე ბიძაშენი ვარ. მკვლელები ვართ? ვინ ვართ? მერე ჩვენი ღირსება და პატივი? სიტყვებს დაუგვირდი. გეკითხები, მკვლელები ვართ თუ არა? რა ხდება? ჭობობენ? მიპასუხე. როგორ მელაპარაკები? მოსტაფა, დაჯიქი. ეს ერადი ლაპარაკე. ეს რა უღირსი საქციელია.
საბედნიეროდ ჩვენს ოჯახში არც ერთი უღირსი და უსინდისო ადამიანი არ არის. კულელები, რომლებიც ნარკოტიკებს ყიდიან. კულელს კი სინდისი არ აქვს. რადგან ბალდარები ნარკოტიკებს ყიდიან, ესე იგი უნამუსო მკვლელები არიან. საკმარისია. კმარა. დაფიქრდი რას ამბობ. როცა ამერიკაში სწავლობდი, მაშინ უნდა დაინტერესებულიყავი, საიდან მოდიოდა ფული. ახლა როცა კლანის უფროსი გახდი, გვსაყვედურობ. გონია მოგწონს სიცოცხლე საფრთხეში რომ ვიგდებთ. ამ საქმეს თავს თუ დავანებებთ, როგორ გამოვგვებავთ 1000-ობით ადამიანს სავაში. მუშაობით, ბიძია, მუშაობით. და რა ახალგაზრდების სიცოცხლით. სავაშ შვილო. თუ კლანის უფროსი ვარ, ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა. უარს თუ მეტყვით, მითხარით ბარკს ჩავალაგე და წავალ აქედან. წაეტრიე. არაფერი არ გესმის. მხოლოდ ის იცი როგორ დახარჯო მამაშენის ფულები. არ ინერვიულო, ბიძია. აღარ დავხარჯავ. ბევრს ვიმუშავებ. მაგრამ ახალგაზრდებს არ მოვწამლავ, გასაგებია? აიღე თქვენი კლანი და მთელი ქონება და არასოდეს არ დაბირეკოთ. შენთან დარეკვა პატივია? ფალა გაჩუმდი. არსად არ წახვალ. შენ ხარ ამ კლანის უფროსი. კარგი. კარგი. კარგი, როგორც გინდა ისე იყოს. დაო. საქონელი დიდი ხანია გავგზავნეთ. უკან ვეღარ დავიხებთ. არ გაუგზავნიათ. საწყობში ეშრეფია. საქონელს ის დარაჯობს. არა. დაურეკე, დაცალონ მანქანები. სავაშ. გააკეთე, რასაც გეუბნება ფალა. ისმაილ. ხნილი ჩამოტვირთეთ. ჩამოტვირთეთ მეთქი. შენსაც მიაღწიე, არა? მიაღწიე? მივახციე. ამ წუთიდან ბალდარების საწამლავს აღარ ვყიდით. დაო, შენ რა გაგიჟდი? მოდი. მოდი დაჯექი. სავაში ჩემი შვილია ფალა. ყველაზე უფროსი მამაკაცია ბალდარებში. ვერ დავუშვებ, რომ აქედან წავიდეს. და მეგობრებმაც და მტრებმაც ილაპარაკონ, რომ შვილი სახლში ვერ გავაჩერე. დაო. ხალხს როგორ შევხედავ თვალებში სირცხვილით. კარგი, მაგრამ რა მოხდება? ბიზნესი რომ ჩავარდეს. არ ჩავარდება, სავაში იძულებული გახდება გააგრძელოს. სხვა გზა არ არსებობს. სხვანაირად როგორ გადავრჩებით. და თავად მიხვდეს, რომ სხვა შანსი არ აქვს. ცოტა მოითმინე.